იდეალური სამუშაო გარემოსთვის პირველ რიგში აუცილებელი არის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა, ინფრასტრუქტურა და კორპორატიული ეთიკა. თუმცა ამასთან არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე ადამიანების მენტალური ჯანმრთელობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირი არის ადამიანებში სამსახურებრივი დეპრესია, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რუტინული განმეორებადი სამუშაოებით, რომელსაც ისინი დღის განმავლობაში ძალიან მაღალი სიხშირით ასრულებენ. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ ERP სისტემაში ინვოისების შეტვირთვა. ან თუნდაც Excel-ის ფაილიდან რაღაც მონაცემების კოპირება და შემდეგ web აპლიკაციაში ჩაწერა. ბიზნესი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ თანამშრომელს მოხსნას მსგავსი ტვირთი და გაუთავისუფლოს დრო ანალიტიკური და ინოვაციური საქმიანობისთვის. რეალურად არ ამგონია, რომ ძალიან დიდი საჭიროება იყოს იმის, რომ ადამიანი ყოველდღიურად ასრულებს ამ სამუშაოს, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტექნოლოგიები გვაძლევენ ამის საშუალებას, რომ მსგავსი პროცესები დავაავტომატიზიროთ. აი მაგალითისთვის RPA რომელსაც შეუძლია წარმოვიდგინოთ ვირტუალური თანამშრომელი რობოტი, რომელიც ყოველდღიურად მასზე დაკისრებულ სამუშაოებს შეასრულებს 24/7-ზე. თან გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და ბევრად უფრო ჩქარი არის. მას ბიზნესში ძალიან ბევრი გამოყენება აქვს. აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მეილისთან რეპორტების მიღება, შემდეგ მისი ვალიდაცია, დამუშავება, რამე აპლიკაციაში შეტვირთვა და მერე ისევ რეპორტის სახით უკან დაბრუნება. ავტომატიზაციის შედეგად ადამიანს უთავისუფლდება დრო საკუთარ სფეროში ცოდნის გაღრმავებისთვის. მეორე მხრივ ამით სარგებლობს კომპანიაც, რომელიც ხავს მაღალკვალიფიცირებული თანამშრომელი, რუტინულ სამუშაოებს კი ასრულებს რობოტი ბევრად უფრო ეფექტურად, ნაკლები ხარჯით და მცირე დროში.